ექსპერტები პარლამენტის პირველ სხდომას აფასებენ, რამაც საყვარელიძის განცხადებით პარლამენტში უმრავლესობა საქმიანად გამოიყურებოდა. საყვარელიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ დაამთავრა პოლიტიკური ბრძოლა და იწყებს სამართლებრივ ბრძოლას. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლა ცინიკური და მოსახლეობისთვის გამაღიზიანებელი იყო. საყვარელიძის აზრით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუპაშვილის გამოსვლაში კარგად გამოჩნდა, რომ უმრავლესობა არ აპირებს შეურიგდეს იმ დარღვევებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. საყვარელიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა, როცა დარბაზში შესულ პრეზიდენტს ფეხზე არ წამოუდგა. საპარლამენტო უმცირესობამ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით პრეზიდენტში ჩანდა ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება. პრაქტიკულად არანაირი დასკვნა არ გამოიტანა განვლილი პერიოდიდან. და გამახიზიანებლად მოქმედებდა ის მსმენელზე, რომ პრეზიდენტი გვასწავლიდა როგორი უნდა იყოს დემოკრატია, მაგალითად ის ხაზს უსვამდა, რომ არ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც უმრავლესობას ექნება ყველაფერი და დანარჩენს არაფერი. ეს მაშინ, როდესაც 8 წელიწადი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამ ფორმულით და ამ პრინციპით მოქმედებდა.